შეიძლება სიტყვებით მოატყუა ადამიანი, მაგრამ ემოციები, სახეზე სიცოცხლე და თვალები არ იტყუებიან. აქედან გამომდინარე, მინდა რომ კითხოთ, თქვენ შეიძლება თქვათ, რომ არ მაქვს ნანახი, რომ მე გეტყვით, რომ იყო ესეთი კადრი, როცა ბიჭს სახეში ფეხი ამოარტყეს, მანამდე ქუსლი ჩაარტყეს და თქვენ აქ მოხვედით მარცხენა ხელის დაზიანების გამო ქვა მოხვდათ. მე როდესაც მცემ ეს აქციაზე რუსთაველის მეტრომდე დაახლოებით რო ვირბინე ფეხით. პატრულის ეკიპაჟი, პატრულის მანქანასთან, აი სადღაც ერთ კაცზე მინიმუმ 5 კაცი ურტყამდა ხოლმე. და ჯიბეებში ხელშეწყობილი მიყურებდა. და ვიყურებდა ყველას, აი გოგოებსაც სცემდნენ იქ ბიჭებსაც. მე აქედან გამომდინარე, მაინტერესებს კითხვა თქვენთან ქონდა თუ არა დავალება, რომ მსგავს სიტუაციებში არაფერი მოგემოქმედებინათ. არა, რა თქმა უნდა. არა. იქნებ ჩავხსნათ ის ადამიანები, რომლებიც მართლა არანაირად კავშირში არ არიან. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არავინ არანაირად კავშირში არ არის, იმიტომ რომ აქ წარმოდგენილი ადამიანები, ვინც დგანან, არავის კონკრეტულად არავინ არ დაუზიანებიათ. მაგრამ მოდი გავაკეთოთ ისე, რომ სწრაფად მივიდეთ იმ გადაწყვეტილებამდე, სადამდეც უნდა მივიდეთ და ეს თქვენ ინტერესებშიც მგონია რომ უნდა იყოს და იქნებ რაღაცნაირად ეს ყველაფერი გამოვიდეთ.